რასაკეთებ? არასწორ ღილაკებს აჭერ. ნუკბეჭ, საჭმელი კი არაა. შვენიერი დრო გავატარეთ, ამელკა. უბრალოდ ცუდი არა, მწვიმა დაიწყო. ლეო, ეს არის? ეს ჩემი ახალი შინაური ცხოველია, ბორისი. ბორის, მიესალმე. არ გიფიქრია ჩვენთან დალაპარაკება, სანამ გორილას მოიყვანდი სახლში? და რაზე უნდა დაგალაპარაკებოდით? მაინც 100% წინააღმდეგ იქნებოდით. სახლში გორილების ადგილი არ არის. და რატომ მაინც და მაინც გორილა? მეგობარი მჭირდება, რომელიც ჩემთან ერთად PlayStation-ს ჩვენ ითამაშებს. შეგვეძლო შენთან ერთად თამაში. სუსტები ხართ, თქვენთან მოსაწყენია. ირგვლივ რა არეულობა? ბორის შიოდა, ის მხოლოდ ბანანებს ჭამს, ხო? ასე არ გამოვა. სახლი უნდა დაალაგო და გორილა ბოდიერში წაიყვანე. მისი ადგილი სახლში არ არის. კარგი, წამოდი ბორის. ბანანს მოგცემ. ბანანს მოგცემ. წავიდეთ? მიდი. წამოდი ბორის. წამოდი. გასაოცარია. არ მჯერა რომ სახლში გორილა მოიყვანა. შეიძლებოდა რომ უბრალოდ ზაზუნა მოეყვანა. PlayStation-ის თამაში არ შეუძლია. ხილად იყავი ამელკა. ბანანზე დაცურება ძალიან ხო, ვიცი. წამოდი ბორის. წამოდი ბორის. ამელკა, კარგად ხარ? ამელკა, გამაფხიზდი. კარგი, ბორისი ბოდიერში შევიყვანე. იმედია იქ არ ცივა. ცუდი ამბავი მაქვს. ამელკა დაეცა და უგონოდა. ამელკა გესმის? ამელკა გაიღვიძე. სწრაფად, ექიმი უნდა გამოვიძახოთ. როგორ არის ამელკა? ყველაფერი კარგადაა. ექიმმა თქვა რომ დასვენება სჭირდება. მალე გონს მოვა. ძალიან მინერვიულე. იმედია ჩემზე ძალიან არ გაბრაზდა. სულელი ქერქი. ლეოს უჩვენებს სეივს. ჰეი, ლეო, შენს გამო კოპი მაქვს. მაიგნორებ? ისევ რაღაც პროექტის მოწყობა გადაწყვეტე? კარგი, ბავშვებო, ვახშამი უნდა მოვამზადო. რას ფიქრობ? რა მოეწონება ამელკას? ამათ რატომ მეკითხები? მე მკითხე. გონი კვერცხი ბეკონით. და მე მგონია რომ სალათი, პომიდორი. ვერ გამოიცანით. პიცა მინდა. კარგი, მაშინ კვერცხს და სალათს მოვამზადებ. წავედი. რა? ეს რას ნიშნავს? კიტი, შენს მაიგნორებ? ჰეი, მიპასუხე. თუ მაიგნორებს, მაშინ ვახშამს რატომ გამიმზადებს? ვერ გავიგე, სარკეში რატომ არ ვჩანვარ? თმა შევისწორე, ახლა კი შემიძლია საჭმელი გავამზადო. ვერ გავიგე. მეგობრებო, თქვენს ვერ ვხედავთ? როგორ ფიქრობ, ამელკამ უკვე გაიღვიძა? არ ვიცი, წამოდი და ვნახოთ. ექიმმა თქვა რომ არ შეგვეწუხებინა. ჩუმად შევამოწმოთ. ჯერ კიდევ სცინავს. კარგი, ნუ შევაწუხებთ. ღმერთო ჩემო, ეს ხომ მე ვარ? როგორ ჩანს, დაცემისგან თავი ძალიან დავარტყი. რადგან ჩემი მეგობრები ვერ მხედავენ, ეს ნიშნავს, რომ შემიძლია კარგად გავერთო.
ეს საიყო? კარგი, რამდენჯერ გითხარი, ლეო, ჭურჭელს მაგიდის კიდეზე ნუდებთქო. შესანიშნავია, ცელქობა შემიძლია დავიწყო. ლეო, თუ ჭურჭელს ისევ მაგიდის კიდეზე დადებ, ყოს თავში ჩაგარტყამ. იცოდე არ ვხუმრობ. რა? კიტი, მე არაფერი დამიდია კიდეზე. ო, ვიღაც სააბაზანოშია. ო, ეს ხომ კიტის თანსაცმელია. იდეა მაქვს. ეს კოსტუმი ზუსტად მისი ზომისაა. ლეო, ამ თამაშის თამაში აღარ მინდა. სხვა რამე ვითამაშოთ. არც იოცნებო. მომეცი ჯოისტიკი. მე Mortal Kombat-ის თამაში მინდა. მომეცი აქ. მოკლედ, გთავაზობ უყუროთ ფილმს ბარბიზე. რა ბარბი? ახლა ფეხბურთი იწყება. ვის სჭირდება შენი სულელური ფეხბურთი? შენი ზღაპრებია ბარბის შესახებ სისულელე. ფეხბურთი სპორტია. თუ სპორტი გინდა, წადი და გარეთ ითამაშე. ტელევიზორის წინ კინოზე ხარ. 100 ჯერ ვუთხარი, ორივეს ამ ტელევიზორის გამო ნუჩხუბობთ მეთქი. მორჩა, მე ბარბის ვთავ. არც კი იოცნებო. მომეცი პულტი. არა, არ მოგცემ. მომეცი. არ გინდათ შერიგება? მაშინ არავინ უყურებს ტელევიზორს. აი, ყოჩახ, ტელევიზორი გააფუჭე. მე გალაფუჭე? ეს შენ გააფუჭე. არა, შენ. 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 არა, შენ. კი, შენ. 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 შესანიშნავი კოსტუმია. ხო, ჰელოუინისთვის ძალიან სასაცილოა. აღიარეთ, რომელმა კენით? ვერ ხვდები, რას გულისხმობ? ხო, ვერც მე. კარგი. ვინ გამოცვალა ტასაცმელი, როცა სააბაზანოში ვიყავი? ჩვენ არ ყოფილვართ. ხო, კი, დაგიჯერეთ. მთელი ეს დრო ტელევიზორთან მხედვართ. კიდევ ერთი ასეთი ხუმრობაც და თქვენ მშობლებს აურეკავ. აი, ნახავთ. მაგარია. არ გაინძრე, თორემ ნახაც გამიფუჭებ. არ მეგონა რომ მოდელობა ასეთი რთული იყო. რადგან დამთანხმდი, ახლა მოიწმინე. ეს რა არის? ლეო, მას არ ჰგავს. აღარ შემიძლია, შია და მწყურია კიდეც. კარგი, ცოტა ხნით შესვენება მოვაწყოთ. თან ახალ საღებავსაც მოვიტან. და შეიძლება ნახატის ნახვა? შეიძლება, მაგრამ ჭამის მერე. და ახლა რატომ არა? იმიტომ რომ არ მინდა რომ საღებავები გავაფუჭო. დაელოდე სანამ გაშრება. კარგი, წავედით. და რა მოხდება რამდენიმე დეტალი რომ დავამატოთ? ზადა. დაუბრუნდეთ მუშაობას? მითხარი რომ ნახატს მაჩვენებდი. კარგი, ასე ძალიან თუ გინდა ნახვა? აი შეხედეთ. ეს რა არის? ეს რა, ჩემი პორტრეტია? რა? საბინას დედა? ლეო, ციგნემა მოიყვანეს? შეუძლებელია. მე სულ სხვა რაღაც დავხატე. კარგი, დაცინვა გადაწყვიტე? არა, ვიღაცამ ნახატი გააფუჭა. მე ეს არ დამეხატავს. შენ ხომ დამპირდი რომ ლამაზად დამხატავდი? ლამაზად ხატავდი. უბრალოდ ვიღაცამ ნახატი გააფუჭა. კიტი, ჩვენთან ერთად იყო საჭმელად. ოთახში სხვა არავინ შემოსულა. ვიცი, მაგრამ მე ყველაფერი სხვანაირად დავხატე. ხო, რა თქმა უნდა. ლეო, მოიცადე. მორჩა, აღარ გემეგობრები. უცნაურია. ჰეი, ბავშვებო, ჩაი გაგიკეთეთ. ყველანი მაგიდასთან მოდით. თუ შეიძლება, ჩაი ორი კოვზი შაქრით. მე უშაქრო. როგორც იტყვი. კარგი, ახლა დასაყოლებლად რამეს მოგიტანთ.
ჩაი უნდათ, ხო? უფრო გავაგემრიელებ. ზღვის მარილი. აი ასე. კიტის ორი კოზი მარილი. მარტასაც ორი კოზი მარილი. და ლეოს 5 კოზი მარილი. არა, მეტია საჭირო. ხო, ცოტა კიდევ შეიძლება. ახლა უკვე საკმარისია. ნახეთ რა ვნახე. შოკოლადი, ვერიპერი ჩაისთვის. ყველანი მაგიდასთან. ვერ გავიგე? რა იყო? ფუ, რა ხდება? რატომ იმაჭებით? მარტო მე მგონია რომ ვიღაცა მარილი ჩაყარა ჩაიში? კიტი, ეგ შენი ყავი. შენ ხომ მოამზადე? არა, მართალი. ასეთ რაღაცას ჩემ თავს ვერ გაუკეთებდი. ფუ, ახლა გული ამერევა. კარგი, ჯანდაბაშიც წასულა ეს ჩაი. წავალ ჩემთვის სენდვიჩს დავიკეთებ. კარგი, ძეხვი და ყველი დავამატოთ. და რამე დასალევი. კარგი, ლიმონადი მაქვს. მაინტერესებს, შემიძლია სენდვიჩი ვჭამო? შევძელი და გემოსაც კი უგზნობ. ჰეი, ვინ მოგბიცა ჩემი სენდვიჩი? ლეო, არ გასწავლეს რომ სხვის რაღაცეებს არ უნდა შეეხო? არ ვიცი რაზე ამბობ. ჩემი სენდვიჩი, მარტო შენ თუ მოგბეჭდი. რა? იმდენი მარილი მივიღე? საჭმელი არ ჩამივიდოდა კუჩში. კიტი აქ არ არის, ამელკა კი უგონოდაა. მე არ ყოფილვარ. ალბათ შენ თვითონ უკბიჩე და მე მადანაშაულებ. მეტჯერ ჩემს საჭმელს აღარ შეეხო. თავიდან მარილიანი ჩაი დამალევინეს. ახლა ამაში მადანაშაულებენ. კარგი, გოგოები სულ გაგიჟდნენ. ბორის გაუტან, ალბათ მშიერია. გამარჯობა ბორის, ალბათ მოგშივდა. ბანანი არ არის, მაგრამ ნახევრად შეუჭმელი სენდვიჩია. გონი მოგეწონება. რა თქმა უნდა მოეწონება ეს სენდვიჩი. მე მომეწონა. ჰეი, ბორენკა, რა გჭირს? ვაიმე, ხედავს? ალბათ იმიტომ რომ ცხოველია და არა ჩემი ადამიანი. გეშინია? მე მეგონა რომ ჩვენ მეგობრები ვიყავით. მაშინ სენდვიჩს ვერ მიიღებ. კარგი, აღარ შეგაშინებ. ჩაო, მაკაკა. აი, სად დამიტოვებია ჩემი ჩანთა. თელი დღეა ვეძებდი. რამენაირად უნდა შევაშინო კიტი. ჯანდაბა, რა ხდება? სულ გაგიჟდა ეს მანქანა. აქედან უნდა გავიქცე. ეს დასასრული არ არის. მანქანის შესამოწმებლად ტექნიკოსი უნდა გამოვიძახო. ეს სასულელური ხუმრობაა? იქ ვინ იმალება? ლეო, მარტა. როგორ არის ეს შესაძლებელი? ვინ არის? სად იმალები? გამოდი. ეს არის?
ორ პირს არ გავს. ო, დედიკო, როგორ შესაქსულია? აქედან უნდა გავიქცე. რამშიშა რა? ლეო, მარცა გეუბნები. სიტყვას გაზრე რომ ეს ნახატი მე არ დამიხატია. არ მჯერა, აქ შენს გარდა არავინ ყოფილა. ბავშვებო. როგორ ჩანს ჩვენ სახლში მოჩვენება გვყავს. რა მოჩვენება? ისეთი, რომელიც ხმაურს გამოსცემს, გვაშინებს და ნივთებს აფუჭებს, ამბობ? ზუსტად, ჩემი ნახატი. კარგი, ახალი საბაბი იპოვა. დამიჯერე, ჩემი თვალით ნახე და გავიგე. ანუ ამ მოჩვენებამ ჩაანაცვლა შენი ტასაცმელი კოსტუმი? მოიცა, იქნებ ამელკა გპრენკავს? ზუსტად, წამოდით, ნახოთ. თითქოს ისე უგონოდაა. კარგი, იქნებ იტყუება? შევამოწმოთ. ამელკა, გზინავს? ამელკა, ვიცით რომ პრენკავ. ადექი. ვერც გიხვდებიან ზუსტად როგორ პრენკავ მათ. დაინახეთ? და ეს ამელკა ნამდვილად არ არის. ანუ მართლაც რომ მოჩვენებაა. ვაიმე, მალე გავიქცეთ აქედან. და ამელკა, იგი მოჩვენებასთან დავტოვოთ? დაივიწყე ამელკა, საკუთარი თავი უნდა გადაიჩინო. დავიკეცით! დაივიწყე ამელკა? რანაირი მეგობრები ხართ? თუ ჩვენ სახლში მოჩვენებაა, იგი თავიდან უნდა მოვიშოროთ. იქნებ დაველაპარაკოთ მას? გავიგებთ რა უნდა. როგორ დაველაპარაკებით? ჩვენ მას ვერ ვხედავთ. ერთადერთი გზა არსებობს. სულის დაფა. და ეგ რაში გვჭირდება? მოჩვენებას კითხვებს დავუსვამთ და ის პასუხს გავსემთ ასუების ჩვენებით, სიტყვების შესაქმნელად და ჩვენს რამეს გავიგებთ. სთან შეიძლება. რაზე უნდა დაველაპარაკოთ? გთავაზობთ რომ სახლიდან და გავაგდოთ. იქნებ კეთილია? კეთილი მოჩვენებები ნივთებს არ აფუჭებენ. როგორც გინდა ისე მოიქეცი. ჩვენ კი მასთან დალაპარაკებას ვწვდით. მიდით ეჭორავეთ სულებს, მე კი მის გაგდების ხერხს ვიპოვი. მოიტანე დაფა, სეანს დავიწყებთ. საინტერესო იქნება ამ რიტუალის ყურება, მაგრამ ჯერ ვნახოთ ლეომ რა მოიფიქრა. კარგი, ეს აქ შეიძლება. აი აქ უნდა დავამატო. კარგი, აქ ეს ინგრედიენტი უნდა დავამატო. კარგი, იქ რას აკეთებს? უნდა ვნახო. რა არის ეს? უჩინარი კედელი? ეს მარილია? მარილი მოჩვენებებისთვის? მარილის ბარიერი დამიცავს, სანამ იარაღს მოვამზადებ. უნდა გავიგო რას აკეთებს იგლი, მაგრამ ჯერ გოგუებს დაველაპარაკები. და ეს როგორ მუშაობს? მოჩვენებას კითხვებს დავუსვამთ და პასუხის სათქმელად ის ამ მაჩვენებელს გაამოძრავებს. სულ ესაა? ფიქრობ გამოვა? თუ სახლში მართლაცაა მოჩვენება, იგი გვიპასუხებს. კარგი, მოდი ვცადოთ. მოჩვენებასთან ლაპარაკი გინდათ? დაგელაპარაკებით. მოჩვენებავ, მოგვისმინა და გაგვეცი კითხვებზე პასუხი. გითხარი, რატომ მოხვედი ჩვენ სახლში? მე ვარ ამ სახლის სული და მე შევჭამ თქვენს გულებს, ვაიმე დედიკო. კარგი, მითხარი სულო, შევძლებთ ჩვენთან რამენაირად დამეგობრებას? კი. თქვენი გულების ნაცვლად მე შემიძლია დონატი ჭამო.
სერიოზულად? დონატი? რამე ხომ არ შეეშალა? არა, ზუსტად ეგ თქვა. დონატი მინდაო. კარგი, ახლავე. აი? კარგი, მხოლოდ ერთი დონატი გვაქვს. აი, სწორედ აქტევს. ვაუ, პირველად ვხედავ როგორ ჭამს მოჩვენება. მეც პირველად ვხედავ. იმედი ახლა დამშვიდდება და ამელკას სახლიდან წავა. გემრიელი იყო, ცუდია რომ შიგნით არაფერი ჰქონდა. მოიცადე, დაფა მოძრაობს. მე კიდევ მჭირდება რაღაც მე სხერბლი მჭირდება ვაიმე დედიკო რა სახის სხერბლი სხერბლი იქნება დ მარტა ასეც ვიცოდი შვებს არ დავიღებთ. დამშვიდი, შენ არავინ არ გაგწირავს. არხზე ყველაზე ახალი ვარ, ამიტომ მე არ ამირჩევენ. მოჩვენებას ჯერ არ დაუსრულებია. მოусმინე, კარგი, მაპატიე. სვერპლი გახდება. დიორი. დიორი? ვინ არის დიორი? ჩვენ არ ყავს ასეთი მსახიობი. ზუსტად, დიორი, ეგ ჩემი კოსმეტიკაა. მოჩვენებას შენი კოსმეტიკა რა თუნდა? არ ვიცი, მაგრამ მის მოშორებაში თუ დაგვეხმარება, მაშინ მზად ვარ მივცე ჩემი კოსმეტიკა. მოჩვენებად ყოფნა ძალიან მაგარია. კიდევ რა მოვთხოვო გოგუებს? გამომივიდა. ვიცი როგორ მოვიშორო მოჩვენება. როგორ? აი ნახეთ. ეს რა არის? სანთელი? თვითონ გააკეთე? კი, მაგრამ იმ ინგრედიენტებისგანაა დამზადებული, რომლებისაც მოჩვენებებს ეშინიათ. რისი ეშინია მოჩვენებებს? მარილი, ვერცხლი, ნაკურთხი წყალი და საკმეველი. ეს ყველაფერი ამ სანთელშია. აქა. როგორ მუშაობს? უბრალოდ აანთე და მალე მოჩვენებაც გაქრება. ცოტა უნდა დაველოდოთ. ლეო, მართლა ფიქრობ ამ ეს სისურა და ჩემზე იმოქმედებს? ეს რა არის? მეგონა რომ მოჩვენებებს არ უნდა აცემინებდეთ. ო, არა, როგორ შანს ვქრები? დარწმუნებული ხარ რომ შენი სანთელი მუშაობს? რა თქმა უნდა, 100%-ით. ანუ ლეოს სანთელი მუშაობს. საჭიროა სასწრაფოდ დაბრუნდე ჩემს ხეულში. ამელკა, გაიღვიძე, უნდა გაიღვიძო. ჯანდაბა, არც კი ვიცი როგორ დავუბრუნდე ჩემს ხეულს. ვეცდები წერილის დაწერას. იქნებ გოგუები დამეხმარო? არა, მოჩვენებების ძალები ქრებიან. ვეღარ ვწერ. მოიცა, ვიცი ვინც დამეხმარება. ნუ გეშინია მაკაკა, შენთვის საჩუქარი მაქვს. მოგწონს ბანანი? კიდევ ერთს მიიღებ, თუ ჩემთვის ერთ რაღაცას გააკეთებ. შეგიძლიათ ჩემ მეგობრებს წერილი მიწერო? შესანიშნავია, მაშინ აიჟე მარკერი და დაწერე ფურცელზე. შენ სანთელს ისეთი კარგი სუნი აქვს. იქნებ კიდევ რამდენიმე გააკეთო? ჰო, ჰელოუინზე ასეთები გამოდგება. გეთანხმები. შევაშინებთ ბოროტსულებს. რა პრობლემაა? მთელ სახლს ამ სანთლებში გავაფორმებთ. ეს ქაღალდი ვინ დააგდო? არ ვიცი, იქნებ მოჩვენება? რა საშინელი ხელწერა? თითქოს მაიმუნმა დაწერა. და რა წერია? ეს ამელკა, მოჩვენებად გადავიქეცი და უნდა დამეხმაროთ. თორემ მალე გავქრები. ჰაჰა, საინტერესო პრენკია. და ვინ მოიფიქრა? მე საერთოდ არ ვარ. არ მიყვარს პრენკები და იქნებ ეს პრენკი არ არის? რა? შენ მართლა გჯერა რომ ამელკა მოჩვენებად იქცა? იქნებ ამელკამ გაიღვიძა და პრენკავს? წამოდით, ნახოთ.
ამელკა, მინდი გაიღვიძე, ვიცით რომ გვატყუებ. ჩვენ არ გვჯერა შენი მოჩვენებების ისტორიის. როგორც ჩანს, მართლაც უბანოდაა. კარგი, და იქნებ მოჩვენება გვატყუებს? იქნებ უბრალოდ ამელკაში შესახლება უნდა? ხო, მაშინ გვიჩვენოს რომ მართლა ამელკაა. გაიგეთ? ეს რა იყო? როგორც ჩანს, ხმა პირველ სართულზე იყო. წამოდით, შევამოწმოთ. დააჭირე ღილაკს, გადაიღე ფოტო. იქნებ არ უნდა ვქნათ? იქნებ ხაფანგია? კარგით რა. ეს ხომ უბრალოდ ტელეფონია. რა უნდა მოხდეს? ვაიმე, ეს ხომ ამელკაა? კარგი. როგორ მოხდა ფოტოში თუ აქ არ არის? ასეთი რაღაცეები მარტო მოჩვენებებს ემართებათ. მოიცა. ანუ ეს სიმართლეა და ამელკა მართლა მოჩვენება გახდა. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან ცუდია. ჩემი სანთელი ხომ მოკლავს მას? ოჩახ ლეო, მაგარი ხარ. მაქსანთლით ამელკას თავიდან მოშორება გადაწყვიტე. კარგი რა, მე ხომ არ ვიცოდი რომ მოჩვენება ამელკა იყო. ცხელში უნდა დავაბრუნოთ. ვინმე მიცის როგორ? არ მაქვს იდეა. არც მე. და არც მე. კარგი, რა უნდა ვქნათ? ხედავ, ჩემი მხსდალები არ ჩქარობენ. მომიწევს მინიშნებების მიცემა. რა ვქნათ? შეხედეთ, კიდევ ერთი წერილი. აი, წაიკითხე. კარგი. ალბათ მოჩვენების მინიშნება, ანუ ამელკასი. აქ წამალია დახატული. ფასი $10. მე $4 მაქვს. მე მხოლოდ 3. მე მხოლოდ 2. გამოვიდა 10. ლეო, დათვლა ისწავლე, 9 გამოდის. $1 გვაკლია. არ მოკლიდიან თუ დაგვაკლდა. იქნებ აფთიაქში რამე უფრო იაფია. ორი კი არ უნდა დავზოგოთ. ამბელკა უნდა გადავარჩინოთ. ბავშვებო, სახლში ალბათ სადმე იქნება $1. მოდით, გავიყოთ და მოვძებნოთ. კარგი. არ არის. არც აქ. სად ნახოთ $1? კარგი, იქნებ ვიღაცამ $1 დაკარგა და მე ვიპოვო? ლეო, აქ. ლეო, მოდი აქ. ნახე, ლეო. როგორ ჩანს აქ არაფერია. ლეო, გაჩერდი. მისი ყურადღება უნდა მივიპყრო. ოუ! ჰეი, ვინის როლა? კარგი, აი დაკარგული $1. გაჩერდი, მომეცი. მაგარია, ახლა რა ვქნა? გონი მაიმუნი დათანხმდებოდა გასვლას. მაგალითად ბანანში. უნდა სადო. მოვიფიქრე. კარგი, ბანანს მივცემ. ვაუ, ლეო, მისი ფიქრა. რაც მე. მე ბანანი მაქვს. ბორის, ბანანი მაქვს. ფურცელი მომეცი და ბანანს მიიღებ. ბანანი. შესანიშნავია, კარგი გორილა ხარ. ახლა ამელკას გადავარჩენთ. ვიპოვე, $1 მაქვს. შესანიშნავია. ახლა წამლის შეკვეთა დაგვრჩა. ახლავე. გამარჯობა, აფთიაქია? იჩქარეთ. წუთი-წუთზე სამუდამოდ გავქრები. ეს შეკვეთაა წამლით. მალე გახსენი. მიდი, აიღე. კარგი. აი ამელკას წამალიც. ჯანდაბა, ცოტა, იმედია ეყოფა. გავიქცეთ და გავაღვიძოთ მალე. რაღაც რიგზე ვერ არის. როგორ შაც წამალი არ მოქმედებს.
კარგი, ასეც ვიცოდი რომ მოგვატყუეს. ანუ მორჩა, ეს დასასრულია? შვიდობით მეგობრებო, სასიამოვნო იყო თქვენთვის ვიდეოების გადაღება. არ დამივიწყოთ. შეხედეთ, როგორც ჩანს, იღვიძებს. სად? ვერ ვხედავ. შეხედეთ, მოძრაობს. სად ვარ? ჯოჯოხეთია თუ 64? შენს ოთახში ხარ. ანუ ჯოჯოხეთში. ჰეი, ამილკას მაგარი ოთახი აქვს. გოგოებისთვის შეიძლება, მაგრამ ბიჭებისთვის არა. ანუ წამალმა იმოქმედა, ისევ ჩემს სხეულში ვარ. და შენ საიდან იცი წამალზე? მოჩვენება ხომ მე ვიყავი? გამოდმებით კი თოთვალებდით. მოიცადე, ის ყველა პრენკი ანუ შენ გააკეთე? შენ იყავი? ანუ შენ გააფუჭე ჩემი ნახატი? და მე ზღვის მარილი ჩამიყარე ჩაიში? და მე მანქანაში შემაშინე? კარგი. რეალურად დიახ. ასეც ვიცოდი. სახალისო იყო. სახალისო საერთოდ არ ყოფილა. ძალიან შემეშინდა. მე ნახატი მენანება. ძალიან მოვინდომე. ბოდის ველოდებით. კარგი, მაპატიეთ. აღარ ვიზამ. შეიძლება აღარ ვქნა. მეგობრებო, და თქვენ გინდათ რომ ერთი დღე მოჩვენება იყოთ? დაგვიწერეთ კომენტარებში. და თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, მაშინ დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის ყველას!